საქმე წმინდათა მოციქულთან. თავი 25. ფესტოს ვითარც აღვიდა სამთავროსათვისა, შემდგომად 3 დღისა აღვიდა იერუსალემდ კესარიაით. აუწყეს მათ მღვდელთმოძღვარმა და მთავართა ჰურიათამან პავლესთვის და ევედრებოდეს მას და ითხოვდეს მადლისა მისთვის და ითა მოუწოდოს მას იერუსალემთ და უმზიდეს გზასაც და მოკლად. ხოლო ფესტოს მიუღო და რქუა მათ ვითარმედ დამარხულ არც პავლე კესარიას და ვითარმედ ადრე ჰნებავს მას განსვლა იერუსალემით. აც უკვე რომელნი შემძლებელ არიან თქვენგანი ჩემთანაშ თამოვიდნენ და რა იგი არს უჯეროი კაცისა მისთანა შესწამონ მას იქცეოდა იგი მუნ არა უმრავლეს 10 დღისა და შთავი და კესარიან და ხვალისაგან დაждდა საყდართა ზედა და ბრძანა მოყანებაი პავლესი. ვითარცა მოვიდა იგი გარემოადგეს მას იერუსალიმით შთასრულნი იგი ხურიანი მრავლსა და მძიმესა ბრალსა დაძებდეს პავლეს ზედა რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად. რამე თუ იგი სიყვას უგებდა მათ ვითარმედ არცა ჯულსა ჰურიათასა არცა ტაძარსა არცა კეისარსა რა ისევსოდე ფესტოს უკვე უნდა მომადლებაი ჰურიათაი მიუგო პავლეს და რქუა გნებავსა იერუსალემ დახსვაი და მუნამისთვის გაკითხვაი ჩემ წინაშე რქუა მას პავლე საყდართა წინაშე კეისრისა თავ დგა სადაც ჯერ არ ჩემი გაკითხვაი ჰურიათა არარაი შევსოდე ვითარცა შენ უჯობეს იცი უკვე თუმცა რას მე ვავნებ და ღირს სიკვდილისა იმიქნიეს არა ველტვი სიკვდილსა უკვე თუ არარაი არს რომელსა ესე შემასმენენ მე ვერ ვისხელეწიფების მიმადლებაი ჩემი მათა კეისარსა უღაღადებ მაშინ ფესტოს ზრახვაყო თანამზახველისათვის ისათანა და თქვა კეისარსა უღაღადებ კეისრისაცა წახვიდე დავითარცა დღენი რაოდენიმე წარხდეს აგრიპა მეფე და ბერენიკე მიიწინეს კესარიად მოკიხვათ ფესტოისსა დავითარ მრავალ დღე იქცევდეს მონ ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთვის და რქუა კაცი ვინმე დაშთომილარს ფელიქსისაგან მკრული რომელსაც ვიყავრა იერუსალიმს მითხრეს მე მღვდელთმოძღვართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის საშელსა რომელთა მიუგე და ვარქო ვითარმედ არა არს ჩვეულებაი რომთაი მიმადლებად ვისამე კაცისაი წარწმენდად ვიდრემდე რომელსა იგი შეასმენენ პირისპირ აქუნდნენ შემასმენელნი იგი და ადგილის სიტყვის გებისაი მიიღოს ბრალისა მისთვის დავითარცა შემოკრბეს იგინი აქა არცა ერთი რაი დროი ყავ ხვალისაგან დავჯეთ საყდართა ზედა და ბრძანე მოყვანებაი კაცისაი მის რომლისათვის წარმოადგინეს შემასმენელნი და არცა ერთი რაი ბრალი აჩინეს რომელსა ვგონებდ მე ბოროტსა ძიებანი რაიმეთვის ისე შმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესოს ვისთვის მომკვდრისა რომელსა ითხოვდა პავლე ცხოველად დავითარ ვერადას ხოვებდ მე ამის ძიებისათვის ვეტყოდე მას უკვე თუმცა უნდა მისვლად იერუსალიმ და მუნ განგითხვაი ამისთვის ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა რაითა კეისარმანცა აგრძნეს და ბრძანე დამარხვაი მისი ძემდე მიუძღვანო იგი კეისარსა მიუგო აგრიპა და რქუა ფესტოს მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად ხოლო მან რქუა მას ხვალევე ისმინო მისი და ხვალისაგან მოვიდა აგრიპა და ბერენიკე მრავლთა საოცრებითა და შევიდა განსაკითხავს ამას 1000-ის თავთა თანა და კაცთა მათ თავართა ქალაქისათა დავითარცა ბრძანა ფესტოს მოიყვანეს პავლე და თქვა ფესტოს აგრიპა მეფე და ყოველნი კაცნი რომელნი ჩვენთან ახართ ხედავთ ამას ამისთვის ყოველი სიმრავლე ჰურიათაი შემემთხვია მე იერუსალიმს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს ვითარმედ არა ჯერას ეგეთ ცხოვრება ამიერიდან ხოლო მე გულისმა ვყავი ვითარმედ არარაი ღირს სიკვდილესაი უქმნიეს ამას დავითარ იგი თვით ესე უღაღადებდა კეისარსა საჯე წარვლინებაი მისი რომლისათვის განკრძალულად ვერარაი მაქუს რაი მივწერო უფისა ჩემისა ამისთვის მოიყვანე ეგე თქვენ წინაშე და უფრო იზღა შენ წინაშე მეფე აგრიპა რაითა განიკითხო ეგე და უწყოდი რაი მივწერო რამე თუ უჯერო მიჩნს მე მიწღვანებად მყრობელისაი და ბრალთაცა მისთა არა უცხებად